დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს. ეს მე პასეზეც ვთქვი და გაიყურსა ყველა, რომ ჩვენ 2022 წლიდან ვისჯებით მიზან მიმართულად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით კონკრეტული ოფიციალური პირების შემოთავაზებაზე, რომ ჩართულიყავით ომში და ვიღაცეების ამ დიდი ძალების გიჟურ ავანტიურაში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც გულისხმობდა უკრაინა, საქართველო და კიდე რამდენიმე ქვეყანაში ცეცხლის ალების აგის გიზებას და ამით თვითონ რუსეთის შესუსტებას. ეს არ იყო რაღაც მოჩვენება, ეს იყო კონკრეტული ზეწოლა და შემოთავაზებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ, ოცნების ხელისუფლებამ თქვა უარი. ამის მერე დაიწყო საზავმისჯელო ღონისძიებები თვითონ ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ.